ბიოლოგიის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია, რომელზეც არც კი ვფიქრობთ ხოლმე, თუ რატომ არის აუცილებელი მდედრობითი და მამრობითი სქესი გამრავლებისათვის. აღმოჩნდა, რომ აუცილებელია როგორც სპერმატოზოიდები, ასევე კვერცხუჯრედები. ეხლა რა არის ეს სპერმატოზოიდი და კვერცხუჯრედი? ყველასთვის ცნობილია რა, ესენი არიან გამეტები, ანუ სასქესო უჯრედები, რომლისგანაც შემდეგ ვითარდება ორგანიზმი. თითოეული ეს გამეტა, სასქესო უჯრედი შეიცავს 23 ქრომოსომას. შემდეგ, როდესაც ერთიანდებიან განაყოფიერების მერე, უკვე წარმოიქმნება ერთი უჯრედი, ანუ ზიგოტა ეწოდება მას, რომელიც შემდეგ დაყოფას იწვევს და ვითარდება აქედან ორგანიზმი. აქედან საინტერესოა, რომ 22 წყვილი, ეს არის ერთნაირი, თითქმის მამრობით ორგანიზმში და მდედრობითში, მაგრამ განსხვავება არის სასქესო ქრომოსომებში. ქალებში ეს არის 2XX ქრომოსომა, მამაკაცებში X და Y. Y ქრომოსომაზეა ლოკალიზებული ის გენები, რომლებიც განსაზღვრავენ სათესლების არსებობას, სქესს განსაზღვრავენ. როდესაც Y ქრომოსომიანი გაანაყოფიერებს კვერცხუჯრედს, თავისთავად ცხადია, თუ Y ქრომოსომა აქ არის, მაშინ ვითარდება მამაკაცი, ხოლო თუ არ არის Y ქრომოსომა, მაშინ ვითარდება უკვე მდედრობითი სქესის ორგანიზმი. მამიდან შვილზე უფრო გადაეცემა ხოლმე ერთეული გენით გამოწვეული დაავადებები. რატომ? იმიტომ რომ აი სპერმატოზოიდები მთელი ცხოვრების მანძილზე წარმოიქმნებიან, ანუ აქედან გამომდინარე შეცდომებიც უფრო მეტად ხდება. მთელი რიგი დაავადებები შეიძლება გამოწვეული იყოს ერთ-ერთი ქრომოსომა იყოს ერთი მშობლის, თქვათ იგივე მამის 2 ქრომოსომა იყოს, დანარჩენი ყველა ნორმალურად, არა? მაშინ ვითარდება ასე უწოდებენ უნიპარენტული დისომია. Y ქრომოსომასთან შეჭიდული მემკვიდრეობა საერთოდ ნაკლები. Y ქრომოსომა უმეტესად უნაყოფობას განაპირობებს, იმიტომ რომ მან Y ქრომოსომაში არსებული გენების დაზიანება განაპირობებს. აი ეს გენები თუ დაზიანდა, შესაძლებელია, რომ აბსოლუტურად სპერმატოზოიდი არ წარმოიქმნან, ან ძალიან მცირე რაოდენობით წარმოიქმნან. კვერცხუჯრედები პასუხისმგებელი არიან უმეტესად ორგანიზმის განვითარებაზე. მაშინ, როდესაც სპერმატოზოიდი პასუხისმგებელია პლაცენტის ჩამოყალიბებაზე, ანუ მის კარიბჭეზე, ესე იგი მის კვებით მომარაგებაზე. ესე იგი, კაცი, თქვათ, იგივე ბუნებაში ხო, უნდა მოამარაგოს ოჯახი, ისევე არის აქაც, რომ მან უნდა მოამარაგოს ეს ნაყოფი, რომ ის გაიზარდოს.